აფხაზეთი თავისი ლანდშაფტის გამო კინემატოგრაფებისთვის ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. აქ მათ ჰქონდათ როგორც ზღვა, ასევე მთა. წლების განმავლობაში როგორც ქართულმა, ასევე რუსმა რეჟისორებმა აფხაზეთში საკმაოდ ბევრი ფილმი გადაიღეს. აფხაზეთშია გადაღებული ჰელადოსი, თამაზ მელიავას მთვარის მოტაცება, შოთა მანაგაძის ვინ შეგազմავს ცხენს. პარადოქსია, რომ ფილმი რაჭა ჩემოსიყვარულო, რომელიც მთლიანად რაჭაზეა, სინამდვილეში სწორედ აფხაზეთში გადაიღეს. ასევე გაგრაშია გადაღებული ფილმი თიორა. ფოთეშორის ასევე ძალიან პოპულარული იყო იმ პერიოდის საქართველოში ბიჭვინთან, როგორც კურორტი და ძალიან პოპულარული ფილმი ლანა ღოღობერიძის როცა აყვავდა ნუში, სწორედ ბიჭვინთაში არის გადაღებული, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი. რუსული ფილმები, რაც მახსოვს, სხვათა შორის პირველი ერთ-ერთი ყველაზე ასევე ძალიან პოპულარული ფილმი გრიგორი ალექსანდროვის მხიარული ახალგაზრდები, ლეონიდ უწესოვის მონაწილეობით გახსოვთ ეს ცნობილი ფილმი, ხო? ის არის მთლიანად გადაღებული აფხაზეთში. აფხაზეთში არის გადაღებული ასევე ძალიან ცნობილი ერთ-ერთი სერია შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი მასლენიკოვის ფილმი ჰოლმსის უკანასკნელი საქმე, სადაც პროფესორ მორიარტის ებრძვის და უბსკულში მისი ასე ვთქვათ გადაჩეხვის სცენების დიდი ნაწილი, უფრო ეს ეპიზოდები არის გადაღებული ახლოს იმასთან ბიჭვინთის სიახლოვეს. დღევანდელ რეალობაში აფხაზეთში ფილმებს უკვე ვეღარ იღებენ, თუმცა ბოლო წლებში აფხაზეთის თემა ქართულ კინოში საკმაოდ აქტუალური გახდა. აფხაზეთზეა ფილმები სიმინდის კუნძული, მანდარინები, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული და გაღმა ნაპირი. ყველა ეს ფილმი ენგურს აქეთაა გადაღებული. მაგალითად, ეგრეთ წოდებული ენგურის ხიდი, რომელსაც გაღმა ნაპირში ფილმის მთავარი გმირი კვეთს, სინამდვილეში აჭარაშია. სიმინდის კუნძულის გადასაღებად კი საგანგებოდ ხელოვნური კუნძულის შექმნა მოუხდათ. ასევე აჭარაში გადაიღეს ფილმი „სხვისი სახლი“. ფილმი ორ აფხაზურ ოჯახზეა, რომლებიც იძულებულები არიან სხვის სახლები დაიკავონ. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ ძალიან რთულად აგვაქვს საქმე, იმიტომ რომ ის უნიკალური ნატურა, რაც აფხაზეთს გააჩნია, პრაქტიკულად ვერ ვიპოვეთ. რომ არა ერთი პატარა სოფელი, რომელსაც ქვია დაგვა, რომელიც არის 7 კილომეტრი ქობულეთის სანაპიროდან, მაგრამ არის მთიანეთი. და ჩვენ მივხვდით, რომ აი ამ პატარა რაღაცა სივრცეში არის ზუსტად ისეთივე სუბტროპიკული პრაქტიკულად კლიმატი და ნატურა, როგორც ეს არის აფხაზეთის სოფლებში. გარდა ამისა, არის მნიშვნელოვანი, ეს არის ბერძნების მიერ აშენებული, ისევე როგორც ძალიან ბევრი სოფელი აფხაზეთში და მოხდა აი ეს აბსოლუტურად სრული თანხვედრა იმ დონემდე, რომ მე უთხარი კიდეც ჩემ ოპერატორს და მხატვარს, რომ ძალიან ცოტა დეკორი დაგჭირდება და საერთოდ სეტზე პრაქტიკულად უნდა მოვახდინოთ იმის კონსერვაცია, რაც დაგხვდა. ჩვენ ვფიქრობ, რომ მანამ არ გამოვთქვავთ იმ ტკივილს, რაც ეს არ არის მარტო აფხაზეთი და მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მარტო აფხაზეთია ჩვენ ტკივილის, რაც მოხდა ამ ბოლო 25 წლის თავისუფლების პერიოდში, ხო? და მანამ არ გამოვთქვათ ჩვენ ტკივილს 90-იან წლებზე. და ეს ყველაფერი არის გარე ფაქტორები, ანუ გარე სოციალური ფაქტორები, ხო, რაც ჩვენ გავიარეთ. ჩვენ მანამდე ინტელექტუალურ კინოს ალბათ და ინტელექტუალურ დრამას ალბათ ვერ დავუბრუნდებით. მხოლოდ ამის მერე შევძლებთ რაღაც სხვა თემებზე საუბარს. თვითონ შეეძლოთ გადაეცვათ ყველაფერი. მათ დაბრუნების იმედი ჰქონდათ.